კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა და როგორც უკვე ხედავთ, ქალბატონ თამრიკოსთან ერთად ვართ, დილამშვიდობისა და მის არაჩვეულებრივ და ულამაზეს შვილიშვილთან ერთად ვართ, დილამშვიდობისა. როგორ ახარ? აი, რა საყვარელი ხარ შენ? არაჩვეულებრივად იწყება დილა როგორც მივხვდი. დიდი მადლობა რომ მეწვიეთ ამ დილას, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობა რატომ იცით კიდევ იმიტომ რომ დღეს გამოეწყო, ნახე, იმიტომ რომ იცოდა რომ სტუმრები ყავდა დღეს დილას, გამოეწყო და რასთავარი დაივარცხნა ძმა. ეს რაღაც ისეთი პროცესია. აი, ნახე როგორ გამაზებ დაივარცხნა როგორ. ძალიან უხდება. და როგორ იბრანჭება. როგორ იწყება თქვენი დილა? ალბათ როგორც ყველა ქალისთვის დილას ვდგები მე ყველაზე ადრე და გება დედა ჩემი კიდე ჩემთან ერთად ხოლმე და მე იღვიძებს ელენე. მე და ელენე დავდივართ ხოლმე ჩუმად რომ არ გავაღვიძოთ ვიღაცები, ვისაც სახში ძინავთ ხო ელენე? მე შედის სამზარეულოში და მეხმარება ხოლმე. იცი როგორი კარგი გოგოა? იცი შენ რაღაცების კეთება ესე? კი, ესე სომს ესე ხანდახან გააბრტყელებს ხოლმე და რაღაცებს აკეთებს და მოკლედ კარგი გოგოა. და მე პატარა მარიამს ჩავიყვანთ ხოლმე ეზოში და ვასეირნებთ, აი დღესაც ჩავიყვანთ. ამჯერად ახლა გავაკეთებთ ბლინებს, რომელშიც არის შიგნით ბანანი, რომელიც წელი დღის განმავლობაში ენერგიას გმატებს, რა თქმა უნდა, თავისი შოკოლადით. რა არის ეს? ატუნგა? მე სხვათა შორის ახლა ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ყავა აუცილებელია. ჩვენს ოჯახში რაღაცა ძალიან ისეთ არ არის მიღებული, რატო ახლა? უბრალოდ არ როგორ ჩას მე პირადად არ მთხობს, იცი, ყავას ყოველთვის, მაგრამ ჩაი რაღაცა დილას უფრო ჩაის. ეხლა უნდა დავდოთ. აი ეს არის კაკაოთი გაკეთებული, ანუ შოკოლადი და ძალიან გემრიელიც არის. ნუყიერიც არის. აი მე როგორ გადასარევი გოგო, აი ძალიან კარგი, მეტი რო არ შეიძლება. ვერ ვიტან რეცეპტებს. არასდროს არ მიყვარს, აი დავუშვათ, აი იქ ამდენი კოზი მარილი და იმდენი ყველაფერი არის გემოვნებაზე, ხო მართალია? პატარა მარიამ, აი გაიქეცი, მიდი ნახე. მე მგონი გაიღვიძა ჩვენ პატარა მარიამ. აი ვერა მაგარია. ხმა გვესმის უკვე. აი გაიღვიძა პატარა მარიამმა. ეს არის ანი, ეს მარიამის დედა. ვაიმე. რამხელა პატარა მარიამი? ხვალ ხდება 40 დღეს. ვაიმე. და უნდა მოინაცვლოს. ხო ჩემო სიხარულო. რა მარიამ. ანიმ გავიკეთე ესეთი სიურპრიზი. მანამდე იყო ხოლმე რა დავარქვათ, სულ იყო რა დავარქვათ. 1000-ნაირი სახელები, 1-2 ისეთი დააბრეხვეს უსფათ რომ კინანგული გამისხდა. და ხმას როგორ ამოვიღებდი, ვერაფერი ვერ ვთქვი, მაგრამ ერთი გავაპროტესტე, ოღონდ არ ვიტყვი რომელი სახელი, მარტო იმაზე ვთქვი რომ რატო მოგინდათ ეს სახელი მეთქი და მე მგონია რომ ანი გვეხუმრებოდა, იმიტომ რომ დაიბადა მარიამი. აი ესე მოხდა რომ მე ვიდექი იქ და ნუ უკვე ისე ნერვიულობდა რომ უკვე ადამიანის სახე აღარ ქონდა და ბოლო წუთს გამოუშვა ანიმ და ექიმმა მსხლი თუ გინდა რომ შევედი მარიამ როინიშვილის დაბადებას გილოცავთ მითხრა და რო ამივარდა ტირი ვეღაც შეიკავე აი პატარა მარიამ როინიშვილი შეხედეთ როგორი გოგოა მოდი ახლა ჩემი ელენე მახარაძე მოვიდე ჩქარა ჩემთან ჩქარა ვინმე ჩემი სიხარული რა მოდი ჩემო გახარე ვაი პირველი სახშიო შემოდიხარ დილოთახში არ შეიძლება რომ ყურადღება არ მიაქციო ეს არაჩვეულებრივ გამოფენას ეს არის ძალიან მცირე ნაწილი იცი რა მე საერთოდ ძალიან მიყვარს ძიება წინაპრებში ასე ვთქვათ აი ამ ფოტოებს ეს არის ჩემი დიდი ბაბუა რომელიც იყო დელი და ამ გიმნაზიის სურათი რო არ გაჩვენა ეს არის ევსევი ჭოხონელიძე ჩემი დიდი ბაბუა და აი ეს გახლავს მისი მეგობარი გრიგოლ რობაქიძე აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ისტორიული ფოტო ეს ვარ მე და ეს არის პუჩინის ოპერა ჩირჩიოსანი სადაც პატარა ბიჭის როლზე მე 4 წლის ასაკში ამიყვანეს საბავშვო ბაღიდან აი ახლა ეს მინდა გაჩვენო კიდე ეს ხე ეს არის ჩემი გაკეთებული. რაღაც აი უბადრუკად გამოიყურებოდა ძალიან ტოტი ეგდოძი ძალიან შემეცოდა და გადავწყვიტე რომ აი ეს რაღაცა პირიქით გამემდიდრებინა და ამაყად ყოფილიყო ლამაზად და აი ხო ხედავ
რაღაცა ბისერებით გავაწყვე და ჯვრები ყველას გვაქვს სახში. და იცი ალბათ რა, რაღაცა ბევრს ძირითადად ყოჩა ყველა ჯვარს ვარ დაიკიდებ არა. ხო და ამიტომაც აი ჩავთვალე რომ ეს ჯვრები გამომეფინა, აი ჯვრები ჩამომეკიდა ამ ხეზე. მე ვიცი რომ პატარა ელენე არაჩვეულებრივად მღერის, ესე იგი ნეტა საიდან გამოყვა ნიჭი არ ვიცი, მაგრამ ხო არ გვიმღერებს ერთ სიმღერას. კი, დაუძახოთ აბა ელენე. მარიამმა უნდა მოусმინოს. ჩი ამით ხალბატონ თამრიკო ჭოხანელიძის დილა არ ვთორდება, ჩვენ ცოტა ხნით დაგემშვიდობებით, ის არაჩვეულებრივი ბლინები უნდა მივირთვათ და შემდეგ ეზოდან შემოგიერთდებით. დილა მშვიდობისა. მადლობა.